ხანძარი კალიფორნიაში, რომელმაც 10,000-ზე მეტი სახლი გაანადგურა და 40,000 ჰექტარზე გავრცელდა, ზუსტად ჩემს ვიზიტს დაემთხვა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დაწვრილებით მოგიყვეთ ამ მოგზაურობის შესახებ. და დღეს ამ ვიდეოში გაჩვენებ თუ რა ხდება ლოს-ანჯელესში ხანძრის შემდეგ. გამარჯობა, კარგო ხალხო, ისევ თბილისის აეროპორტში ვარ და ამჯერად მიფრინავ ნიუ-იორკი კი არა და ლოს-ანჯელესში. მიზეზი თუ რატომაც მიფრინავ არის მერაბის ჩხუბი, თუმცა ისეთი რაღაცები ხდება ახლა ლოს-ანჯელესში, რომ სავარაუდოდ სხვა ტიპის ვიდეოს გადავიღებ. ქალაქი ძალიან დიდი ნაწილი არის მოკლედ გადამწვარი და წარმოდგენა არ მაქვს რა სიტუაცია დაგხვდება იქ. იხარია რომ მარტო არ მივდივარ ესეთ ექსტრემალურ სიტუაციაში და ჩემთან ერთად იქნება ჩვენი ძმა და მეგობარი. დღეს მაგარი კი არა და ამ ვიდეოში მაგარი ამბები გელით, მაგრამ აი ჩვენ რა გველის ეგ გვაინტერესებს და ხომ არ იცი? ძალიან საინტერესო თავგადასავალი გველოდება, დაუგეგმავი და მოულოდნელობებით სავსე. ასე რომ წავედით. Let's go. ესე იგი, პირველი ფრენა გვაქვს მიუნხენში, მერე 5 საათი გვაქვს გადაჯდომა და მერე 12 საათიანი ფრენა ლოს-ანჯელესში. ჩამოვაღწიეთ მეგობრებო ლოს-ანჯელესში. ყოველთვის როცა აქ ჩამოვდივარ, უკვე მეხუთედ ვარ. ძალიან ჯიგარი მესაზღვრეები მხვდებიან. არ ვიცი, მე მიმართლებს თუ ზოგადად ასია. ხა გიოს მეგობარი დაგხვდება და წავალ სასტუმროში. გეტყვით რა დაგვიჯდა ეს სასტუმრო. ნახოთ აბა ჩვენი ნომერი როგორ გამოიყურება. აი ესეთი ნომერია. ეს არის სველი წერტილი. საკმაოდ სუფთად გამოიყურება და რაც თავარია სივრცე არის რა, ახთრამხელა. ხო, ფას რაც შეეხება $150 ღირდა აი ეს ნომერი ერთი ღამით. აი ეხა ძალიან დაღლილები ვართ. გიოც თავის ნომერშია. დავისვენებთ, დავიძინებთ და ხვალიდან შევუდგეთ გადაღებას. დილით ადრიანად გავიღვიძე და წინასწარ ნაქირავები მანქანის სამოსაყვანად გავემართე. მოვედი მისამართზე, საიდანაც უნდა წამოვიყვანო ჩემი ნაქირავები მანქანა. აი ესეთი ადგილია, დასარეცხიაო, ამიტომ რეცხავენ. აი რეცხება ჩემი მანქანა. ეგ არის, ესეც ჩვენი ავტომობილი, რომელიც გამოიყურება აი ასე. აი ეს არის მანქანა, რომელიც მეყოლება ერთი კვირის განმავლობაში აქ. ჩვენი არ ვიცია. კაიფერია, ვიდეოს უხდება წითელი ფერი. ფასი ალბათ ბევრს გაინტერესებთ ამ მანქანის. $100 ღირდა ერთი დღე ეს მანქანა. არანაირი დეპოზიტი არ დაჭირდა. Turo.com ესეთი საიტია აქ ამერიკაში, რომელიც აი არაჩვეულებრივია, მოკლედ თუ კი გინდა მანქანის ქირაობა რა. კერძო ტიპები აქირავენ ხოლმე ძირითად შემთხვევაში და არანაირ დეპოზიტს და არაფერს არ გთხოვენ. ერთადერთი მართვის მოწმობა უნდა იქონიოთ თან და ქართული მართვის მოწმობა ჩვენურად მუშაობს. პირველ რიგში მივდივარ ჰოლივუდის წარწერასთან. ბევრი ფოტო და ვიდეო გავრცელდა თუ როგორ იწოდა ეს წარწერა და მე ბევრი წერდა კომენტარებში რომ მცდარი ინფორმაცია, ამიტომ მაინტერესებს საკუთარი თვალით ნახო და თქვენს გაჩვენოთ თუ რა ხდება იქ. დაიწვა თუ არ დაიწვა ეს წარწერა. სანამ იქ მივალ, მინდა ერთ ხშირად დასმულ კითხვას გავცე პასუხი. ეს ეხება ამერიკის ვიზას. ამერიკის ვიზაზე გარანტიას ვერავინ საერთოდ ვერ მოგცემთ. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია განაცხადის სწორად შევსება. ჩემი ტურისტული კომპანია ამაში დაგეხმარებათ, რა თქმა უნდა. დაგეხმარებით განაცხადის შევსებაში, დაგეხმარებით საბუთების მოგროვებაში, კონსულტაციას გაგიწევთ და ჩაგწერთ საკონსულოში. არა მარტო ამერიკის, არამედ ნებისმიერი ქვეყნის ვიზის მიღებაში დაგეხმარებით. უკვე 6 თვეა რაც არსებობს Around the World და ვფიქრობ რომ უკვე არის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული კომპანია. ასე რომ გვამდეთ თქვენი მოგზაურობა და აგიმართლებთ აუცილებლად იმედებს.
გზაზე დავინახე Subway და გადავალ, შევჭამ, იმიტომ რომ ძალიან მომშივდა. ძალიან სიამოვნებს ამ ქალაქში ყოფნა და ძალიან მაბედნიერებს ეს გარემო. ჩემი ფავორიტი ქალაქი არის ამერიკაში ლოს-ანჯელესი. ჩვეულებრივი დღეა, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მაგრამ აი ყოველი ნაბიჯი სიამოვნებს რა. არ ვიცი რატო არ ესე. საქართველოს მე ერთადერთი ქვეყანაა ალბათ ამერიკა, სადაც შეიძლება რომ ვიცხოვრო. ესე ვფიქრობ. ამასობაში Subway-საც მოვადექი. Subway-ის ქათმის ტერიაკი იმდენად მიყვარს, რომ შანსი არ არის ყველა ქვეყანაში ერთხელ მაინც არ ჭამო. და ესე ჩვენი ქათმის ტერიაკი, რომელიც წყალთან ერთად დამიჯდა $11. არ არის ამერიკაში იაფი ცხოვრება. ძალიან გმირია. შემსავით ქათმის ტერიაკი ვის გიყვართ დაწერეთ კომენტარებში. მოდი შემჭამას ახლა არ გაყურებინებ. გადავინაცვლოთ პირდაპირ ჰოლივუდისკენ. ჰოლივუდში გარკვეული უბნები დაკეტილი დამხვდა. მხოლოდ მაცხოვრებელთათვის იყო შესვლა ნებადართული. თუმცა წარწერამდე მისვლა მაინც მოახერხე. ყველა ქუჩა ესე გადაკეტილია ამ ტერიტორიაზე. ძლივს შემოვედი ჩუმად რა. ესეთი ფოტოები ვრცელდებოდა ინტერნეტში. აი ნახეთ. თითქოს ცეცხლის ალში იყო გახვეული ეს წარწერა, რომელიც ესე გამოიყურება. არანაირი ხანძარი და არანაირი ხანძრის კვალი აქ არ არსებობს. ასევე დავინტერესდი რა მდგომარეობა იყო ბევერლი ჰილზზე, რადგან ფეიქ ვიდეოების ავტორებმა აქაურობაც არ დაინდეს და არაერთი AI-ით გაკეთებული ვიდეო გაავრცელეს სოციალურ ქსელებში. გამოვიარე მთელი ეს ბევერლი ჰილზის ქუჩები და აქ ყველგან არის სიმშვიდე, სიწყნარე და არაფერი საგანგაშო აქ არ ხდება. თან საშიში რაღაც ხდება ეს AI რა, იმიტომ რომ ვიდეოები ვნახე, აი ამ პალმებს ეკიდა ცეცხლი და მართლა მეგონა რომ ეს ადგილი იწოდა რა. ანუ ეს ვიდეოები რო ვრცელდება, ფეიქი ვიდეოები, ხალხი ძალიან მარტივად იჯერებს, იმიტომ რომ მართლა ძალიან გავს რეალურს. თუმცა საბედნიეროდ აქაურობას ხანძარი არ შეხებია. წავიდეთ ახლა აქედან და შევეცდები რომ ის ადგილებიც ვნახო, სადაც ეს ხანძარი მძვინვარებდა. ხანძარი ლოს-ანჯელესში 7 იანვარს დაიწყო. ის რამდენიმე რაიონში გაჩნდა და ქარის მეშვეობით გავრცელდა. პასადენასა და ალტადენაში დაახლოებით 6500 შენობა ნაგებობა დაზიანდა ან განადგურდა. მალიბუში რამდენიმე ასეული ნაგებობა პირდაპირ სანაპიროზე დაიწვა. რაც შეეხება პალისაიდის ხანძარს, ამ ტერიტორიაზე 7000-მდე ნაგებობა დაზიანდა ან სრულად დაიწვა. ჯამში ლოს-ანჯელესის ხანძარმა 40000 ჰექტარი დააზიანა. დაიღუპა 24 ადამიანი და დაახლოებით 100000 ადამიანი ევაკუირებულია. გადამწვარი რაიონების გადაღება არც ისე მარტივი საქმე აღმოჩნდა. ეს ტერიტორიები გადაკეტილი დაგვხვდა და პოლიცია ყველა კუთხე კუნძულს აკონტროლებდა. თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენ დანებებას მაინც არ ვაპირებდით. დღე მეორე ლოს-ანჯელესში მე და გიო დღეს მივდივართ იმ ადგილების სანახავად, რომელიც დაიწვა და რომელიც ყველა ჩვენგანს გვაინტერესებს. თუმცა გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა. გადაკეტილია ესეთი ადგილები და სამხედროები და პოლიციელები არავის არ უშვებენ. რამდენად მოვახერხებთ ჩვენ იქ შესვლას და გადაღებას, არ ვიცი, ნახოთ. მე მგონი უნდა შევიპაროთ. რაღაცა იდეები გვაქვს. ხო, მაგრამ იმედია არ მოგიწევს ლოს-ანჯელესის ციხის კატასტროფა. ისაზე ვყავ. ბოლო ორი ვიდეოს ესეთი იდეები როა. ციხე გვემუქრება, ხო და. იმედია ამჯერად არ ხდება. არ ხდება, მე დიდი იმედი მაქვს. წავედით მოკლედ ერთად ნახავთ თუ რას ვიზამთ დღეს. I move heavy, need a scale. After success like it's Braille. Brain on Ivy, could've went to Yale. If you make it rain, I make it hell. Cliche quotes never fail. Focus in the wrong, always yells. If you put in work, you prevail. Only quote I need is keep it real. Clothes all black, cars all black. Game on tap, game intact. First I scrap, then I stack. Only thing changes the location on the map. მოვედით სანტა-მონიკა სანაპიროზე და გვაქვს შემდეგნაირი გეგმა. მოკლედ, რადგან მანქანით ვერანაირად ვერ შევდივართ გადასაღებად, მოპედები დავითრიეთ. აგერ ერთი, აგერ მეორე და ამ მოპედებით ვაპირებთ, რომ გავუყვეთ სანაპიროს და წავიდეთ მალიბუსკენ, საითაც იყო ეს ხანძარი. წარმოდგენა არ გვაქვს, რამდენად შევძლებთ შესვლას მოპედებით, თუმცა უნდა ვცადოთ რა ყველა ვარიანტში.
hard, it's not This impossible. is a no-ride zone. Please use the map to navigate away from this area. როგორც ხედავთ, გაჩერდა This is a no-ride zone. ეს მოპედი, Please use the map აღარ to navigate მემორჩილება away from this area. და მეუბნება რომ აკრძალულ არეაში ვარ, სადაც არ შეიძლება ამის მოძრაობა. ანუ ამ მოპედით მოკლედ ვეღარ გადავაადგილდებით. This is აღარ a მიდის. no-ride zone. Please use the map to navigate away from this area. აშკარად რამე სხვა გზა უნდა მოვძებნოთ რა. დავტოვეთ ჩვენი ელექტრობაიკები და ახლა უნდა ვიქირავთ კერძო ელექტრობაიკი, რომელიც არ გაგვაჩერებს შუა გზაში. მოკლედ წინა ღობები გრძელდება. ესეთი ბაიკები ვიქირავეთ, $60 ღირს 2 საათი. და როგორც გითხრა ამ ტიპმა, შეზღუდვა არ აქვს რა და ნებისმიერ ადგილზე შეგვიძლია გადავაადგილდეთ. ეგ არის, წავედით. კერძო სკუტერები გზაში აღარ გაჩერებულა, თუმცა ამას მნიშვნელობა აღარ ქონდა. აუ შენი. მეგობრებო, როგორც ხედავთ, გადაკეტილია ეს ბილიკიც. ანუ ველოსიპედთან ვერ შევძლებთ შესვლას როგორც ჩანს. პოლიცია დგას იქეთ და ესე ხალხი გაჩერებულია, ვერავინ ვერ მიდის. როგორც ჩანს, უკვე ის ქაოსი, რაც წინა დღეებში იყო, აღარ არის, შესაბამისად ჩაიკეტა ეს ტერიტორიები, სადაც ხანძარია. ერთი იდეა მაქვს. დრონი. გადავე აქ ბიჭო, დრონი რა დაგინახო აქ. ხო და რო ვერ დაგვინახო? ეგრევე ციხე. ზანაბას. ანუ რო ვერ დაგვიმოგონ მაღაზია არ ვიფრინოთ იმით. თვითფრინავი, ვერ თფრენი. ის ხო, მაგრამ ეგრე მაღაზია არ ვიფრინოთ მეთქი, მაგას ვამფანო. მაგრამ რა რისკია რა. მაგარი რისკი. მავრიტანიაში არ ვარ სამწუხაროდ აქ. თორე, აქ $100 და $200 ვერ მოგხტავთ ვერავინ. თორე კაკო მონაგონი იქნება. $60 გადავყარეთ ყველა 2 საათით ვიქირავეთ 120 ფასარი არ არის 2 საათი ახლა გამაკატავე შეგვიძლია ვიკატავოთ სივა ჩქარა რომ მივიდივართ ისე ხო თბილაა თითქოს მაგრამ ცივი სუსხია ცივი ჰაერი უბერავს ხო მოკლედ ვტოვებთ ამ ტერიტორიას როგორც ხედავთ ჩავაბარებთ ახლა ამ მოპედებს უკან სანამ ჩვენ იქ მივალთ იქამდე თქვენ გამოიწერეთ არხი აი 70% ჯერ კიდევ ჩემი მაყურებლის არ იწერს ჩემს YouTube არხს და ძალიან დიდი თხოვნა არა უბრალოდ დააწვეთ subscribe ღილაკს და გამოიწეროთ არხი 400,000-მდე გვაკლია 75,000 აი მოკლედ ეს გეგმა ჩავარდა რა გადავედით შემდეგ გეგმაზე რადგან პალესადის ტერიტორიაზე ვერ მოვახერხეთ მოხვედრა გადავწყვიტეთ მალიბუს სანაპიროსკენ აგვეღო გეზი იმ იმედით რომ რაიმეს გადაღებას მაინც მოვახერხებდით თქვენთვის რა ხდება ხო რა ჩაირთო ალერტი მეთქი რა ხდება საათი კივის ეს კივის აი emergency management-ი ცეცხლთან ხარო ახლოსო შენს არეაშიო და ფრთხილად იყავიო დააკვირდიო მონიტორინგი მიდისო ყველაფრისო აი ორი ერორი პირდაპირ მოვიდა ანუ ყველანაირი აპლიკაციის გარეშე კი მოდის ეს შეტყობინებები მაგრამ სად არის ხანძარი ძმობას გაფიცე შეტყობინებები მოდის ყოველ წამწუთს და ხანძარი ვერ ვნახეთ, ვერსად კვამლი ვერ ვნახეთ. შემოუარეთ კრუგი მთელი მას. სანთელს პალასეიც წავედით. ხანძარია და მოვადეკით მალიბუს მხარეს და აქედან იქნებ რაღაცა დავინახოთ მაინც თუ არ შეგვიშვებენ, არ ვიცი თქმა. ეს გაფრთხილებები კი მოდის და რეალურად, რა, ჩვეულებრივად მიმდინარეობს ყველაფერი, ვერც მიხვდები საერთოდ ქალაქში, რომ ამ ქალაქში არის ხანძარი. ეხლა მოვედით მალიბუში. და მივუყვებით სანაპირო ზოლს და წინ ხედავ პოლიციას. გამოგვიშვეს უკან მეგობრებო, არ გაგვიშვა პოლიცია. დღევანდელი დღე ფაქტობრივად ყველა გავატარეთ აქეთ-იქით სიარულში. როდესაც ხანძარი გაჩნდა ქალაქში პირველი რამდენიმე დღე სრული ქაოსი იყო. ამით ისარგებლეს არა კეთილსინდისიერმა ადამიანებმა და ევაკუირებულ უბნებში ძარცვავდნენ მიტოვებულ სახლებს და გაქონდათ ძვირად ღირებული ნივთები. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გადაკეტილიყო ყველა ეს ტერიტორია, სადაც ევაკუაცია გამოცხადდა და სახლები დაცარიელდა. აქაც გადაკეტილია მეგობრებო. ყველა ქუჩა გადაკეტილი აქვს რა, ფიზიკურად ვერ მივდივართ ხანძრის ტერიტორიაზე. მოვედით კიდევ ერთ უბანში, ეს არის ალტადენა, სადაც ასევე საკმაოდ დიდი ტერიტორია დაიწვა. აქაც როგორც ხედავთ, მთელი ეს ტერიტორია გადაკეტილია, აკონტროლებენ ყველა შესასვლელს სამხედროები, პოლიციელები და არავის არ აძლევენ აქ შესვლის უფლებას. It's impossible to go inside. As of right now, yes. It's all due to LA County Sheriff's orders. So no one can to go inside. No one right now.
თუ მე რამდენი ქუჩა გამოვიარე უკვე ვეღარ ვითვლი და ყველგან ესე პოლიცია და სამხედრო დგას რა. კარგად არიან სხვათა შორის განწყობილები, უნდა აღინიშნოს ჩვენს მიმართ რა. ხარია სამხედროებს ლაპარაკი, როცა კითხავს უსვამ, მაქსიმალურად გიხსნიან. საკმაოდ ჯიგრულად გვესაუბრებიან რა, არანაირი აგრესია, არანაირი ცუდი დამოკიდებულება პირიქით. აქაც სანტა-მონიკაზე ყველა შესახვევი, ყველა შუკა, ყველა აი ყველაფერი ამოქოლილია და ყველგან დგანან. ხო, აი პატარა ხრელიც კი არ არის, რომ ვიღაცა შეცვლეს რა. გაძვრე შანსი არა. არა თუ მანქანით. The rules of not entering so we can prevent looters. უამრავი ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც ეს ხანძარი მიმდინარეობდა. ანუ ტიპები შედიოდნენ და ქურდავდნენ ამ სახლებს და გაქონდათ საკმაოდ ისეთი ძვირადღირებული ნივთები. მაგ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ გადაკეტილი აქვს ეხა თითოეული კუთხე კუნჭული და აღარ უშვებენ არავის. მოკლედ ამ დაკეტილ ტერიტორიას მიუყვებოდით ეხა და რაღაც მომენტში უკვე გამოჩნდა აქედანაც განადგურებული სახლები რა. აი ხედავთ დამწვარ სახლებს და ეხა ვეცდები რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდე და გაჩვენოთ. აი ნახეთ. სულ ფერფლად არის ქცეული აქაურობა. აი სარეცხი მანქანა, საერთოდ აღარაფერი აღარ არის დარშენილი ამ სახლისგან. მე ვერ ვხვდები აი როგორ მოხვდა აქ ცეცხლი, იმიტომ რომ გარშემო საერთოდ არაფერი არ არის დამწვარი ეხა. და გვერდით სახლები, რაც არის აქ სამეზობლოში, ყველა არის ზაღი. რასაც ამდენ ვცდილობდით, რომ შესულიყავით იმ ტერიტორიებზე და გადაგვეღო თუ რა სიტუაცია იყო და რა ხდებოდა, აგერ შემთხვევით აღმოვაჩინეთ რა. აი ზუსტად ესეთი მდგომარეობაა იქ და ესეთი დამწვარი სახლი არის 10,000-ობით. აი ნახეთ, თეფშები, ჭურჭელი, განადგურებული ყველაფერი რა. ეს მეორე სახლი, რომელიც ასევე სრულად განადგურდა, კარები სახლში შესასვლელი. ამ სახლშიც ყველაფერი განადგურებულია და ჩაფერფლილია საერთოდ ყველაფერი, ერთადერთი ბუხარი გადარჩა უნებელი. მე ყველაზე მეტად რა მიგვირს იცით? რანაირად დაიწვა ეს სახლი, განადგურდა, როცა ირგვლივ ეს ხეები, არ არის დამწვარი. ანუ აქ საიდან მოვიდა ხანძარი? ვერ ხვდები. რამე იდეა გააქვს ძმაო? ვიცი, აქეთ ხეები განადგურებულია, მაგრამ იქით სახლიც გადარჩენილია. სახლების გადარჩენილია, იქით ეს ხეების ცეცხლი არ უკიდია და ვერ ხვდები საიდან გაჩნდა ამ სახლებში ეს ხანძარი. ვინმე ხوار გააჩინა სპეციალურად? ეგ ამდები იყო, რომ ძალიან ბევრი აჩენსო რა, ამბობდნენ და დაიჭირეს ბევრი მაგაზეც და უჭველი ეგეთ ამდები. რაღაცა მე ეგეთი რაღაც გქონია ახლა ამ კონკრეტულ სახლში, რომ სპეციალურად არის გაკეთებული. ჩვეულებრივი გარემოა, მინდორი, სიმწვანე და აი ეს სახლი არის მარტო დამწვარი ამ ტერიტორიაზე. ამას შეხედეთ. რა უცნაურია. ჩაფერფლილია ყველაფერი. ამას შეხედეთ. განადგურებულია. და რამდენი არის ესეთი სახლი? მაგას ვინ მოთვლის? 1000-ობით ესეთი სახლია განადგურებული. ხანძარს რაც შეეხება, ხანძარი თითქმის უკვე ჩააქრეს, მაგრამ ჯერ კიდე არის კერები და აქტიურად მუშაობს სახანძრო. ასე რომ ვფიქრობ ძალიან მალე დასრულდება ეს ყველაფერი. ამ დღეების განმავლობაში ხანძრის შესაქმნელად 7500 მეხანძრე, 1162 სახანძრო მანქანა, 31 ვერტმფრენი და 6 თვითმფრინავი მუშაობდა. ახლა ვიმყოფები სანტა-ანიტას პარკში. აქ არის უზარმაზარი სივრცე მოწყობილი, სადაც მოხალისეებს მოაქვთ სხვადასხვა პროდუქცია, მოაქვთ ტანსაცმელი,
ფეხსაცმელი, საკვები და დაზარალებულებს ეხმარებიან რა. ლოს-ანჯელესი არ არის მარტო რაღაცა მილიონერების ქალაქი, ვისთვისაც ერთი სახლის დაკარგვა არაფერს ნიშნავს. აქ არიან ადამიანები, ვინც მართლა აქ არიან ადამიანები, ვინც მართლა ყველაფერი დაკარგა. მაგრამ ეს მცირედი ყურადღებაც ჩემი აზრით ძალიან ბევრს ნიშნავს რა. სანტა-მონიკასთან მოვედით. ძალიან ლამაზი უბანია. და ვნახულობთ სახლის ფასებს. და რა ფასები აქვს? ეგრევე ამოყარე, ეხლა მინიმუმ 1.300.500 იღებს, აი ესეთი თითო სახლი რა. ანუ 1.5 დაითრევ რა. ისეთი კაი სამეზობლოა, ისეთი კაი უბანია რომ რა ვიცი. სცენარები ტროპიკული, ჰაერი, იდეალური, ოკეანე. ნახე რა, ლამაზი გარემოა, ბიჭო. აქ რო ცხოვრობ და აი ყოველ დღე რო აი ეს გარემო გაქვს რა. სიმშვიდე, სიწყნარე, სისუფთავე, აი როგორ შეიძლება რომ ცუთხასიათზე იყო, ნახე საცხოვრობს ხალხი. მოკლედ აი ამ არაჩვეულებრივი ადგილიდან დაგემშვიდობებით, სულ ეს იყო დღევანდელი ვიდეო. არ მოგესმათ, ერთად ვართ. აგერ მე ერთად დაგემშვიდობებით. ერთად გემშვიდობებით და ეს კადრები ორივე არხზე იდება. არ დაგავიწყეთ რომ გამოიწეროთ სოსოს YouTube არხი და რა თქმა უნდა, მეგობრებო, უნდა გამოიწეროთ გიოს YouTube არხი. ეხლა კი დაგემშვიდობებით და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. მოდი მე აქ დავემშვიდობები შენ გამომწერებს. აბა დროებით. შევხვდებით. დროებით. გამოიწეროთ სოსოს არხი, მეგობრებო, რა თქმა უნდა. და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ გიოს არხი, მეგობრებო. დროებით. აი, იყოს ესე იყოს. ამ ხანძარმა ბევრი ისეთი ადამიანის ცხოვრება დაანგრია, ვინც წლობით აშენებდა თავის ნუ ეს ტანსაცმელი ხა რა მგონია ნუ ეს ამ ტანსაცმელმა ხა დიდად შეიძლება ვერაფერი ვერ შეუმსუბუქოს იმ ადამიანებს ვინც ბევრი ნუ ეს და ცდილო უამრავი მოხალისეა ჩართული ამ ყველაფერში და ცდილობენ დღეს მოგიყვებით თუ როგორია გადაკეტილი აქვს ხა? იმიტომა გადაკეტილი აქვს და გადაკეტილია. აქაც გადაკეტილია. ალბათ გადაკეტილია. ჩაიკეტა, იქნება გადაკეტილი. რეგისტრაცია ułamrały. Potracili wszystko to, co mieli w tych domach i teraz potrzebują naprawdę wsparcia. Ak mogled es gegma ჩავარდა. ჩაი დავიშალეთ კარგად. დავიშალეთ.